კარმული იქნება აგვისტოს თვე ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის. ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ აგვისტოს თვის კარმულ თემებზე. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა. ასტროლოგი. აღმავალი კვანძი მდებარეობს თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო აღმავალი კვანძი შესაბამისად მდებარეობს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. პლანეტა მარსი აგვისტოს დასაწყისში ქალწულის ზოდიაქოს ნიშნიდან გადადის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. ამასთან მარსი ქმნის ოპოზიციას სატურნთან და ნეპტუნთან. პლანეტა სატურნი მთელი აგვისტო რეტროგრადულია ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ამასთან იგი შეერთებაშია ნეპტუნთან, ხოლო სექსტილს ქმნის პლუტონთან. რაც შეეხება თავად პლუტონს, პლუტონი რეტროგრადულია მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. აგვისტოში ფრთხილად იყავით გარშემო არასწორად არ გაგიყვანთ და თქვენი ქმედებიდან საერთოდ სხვადასხვა არ გამოიტანონ. ასევე ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორებთან მიმართებაში, ზედმეტად არენდოთ. აგვისტოს თვეში ბრძოლის უნარიანობა და ენერგია დაცემულია. ენერგია ან უაზროდ გაიფანტება, ან ადგილი ექნება ტოტალურ პასიურობას. ახლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. პირველი ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც აგვისტოს თვე კარმული იქნება, არის მორიელი. მორიელები განსაკუთრებით ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს და პარტნიორებს. მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც აგვისტოს თვე კარმული იქნება, არის ვერძი. ვერძები მთავარია ფრთხილად იყოთ თანამშრომლებთან. შეიძლება თავადაც დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწიოთ. მესამე ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც აგვისტოს თვე კარმული იქნება, არის სასწორე. სასწორებმა მთავარია სწორად გამოხატოთ თავი და დაგროვილი ბრაზი წარსულს ჩააბაროთ. ნაყოფიერ თვეს გისურვებთ. დროებით.